აი ესე არასასიამოვნოდ გამოიყურება რეაქცია შოკის იმპულსზე. მაგრამ რა საჭიროა მღვიძარე პაციენტზე შოკის იმპულსის მიცემა? ეს პროცედურა, რაც დასაწყისში ვნახეთ, არის კარდიოვერსია და გამოიყენება სხვადასხვა გულის ელექტრული რითმის დარღვევების შემთხვევაში. ამ დროს პირველ რიგში განთავსდება მონიტორინგისთვის ელექტროდები პაციენტის გულმკერდზე და შემდეგ ის ორი ელექტროდი, რომელთაც შოკი გაიცემა. ამ ანიმაციაზე როგორც ხედავთ, პაციენტს აქვს მოციმციმი არითმია და ამ კარდიოვერტერის პაჩების საშუალებით გაიცემა ახლა მუხტი ელექტრული, რომელიც არის დაახლოებით 200 ჯოული და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს იმპულსი გაიცემა გულის შეკუმშვის პარალელურად. რათა მოხდეს გულის რითმის რესინქრონიზაცია და ამ შოკის იმპულსის შემდეგ, რომელიც შეიძლება მრავლობითიც კი იყოს, როგორც წინა გულებმა, ასევე პარკუჭებმა დაიწყონ ისევ ერთმანეთთან შეთანხმებული და ასე ვთქვათ რითმული შეკუმშვა. განსაკუთრებული კი ის არის, რომ ეს ყველაფერი როგორც წესი სედირებულ, ანუ მძინარე პაციენტებზე კეთდება ხოლმე, რადგან როგორც ვიდეოს დასაწყისში ვნახეთ, იმპულსის გაცემის დროს საკმაოდ დიდ დისკომფორტთან და ტკივილთან არის ეს პროცედურა დაკავშირებული. თუმცა სედაციის დროს პაციენტი ამ ყველაფერს ვერ გრძნობს.